დეველოპმენტის შესახებ მინდა გითხრათ, რომელიც უკვე 8 წელია, რაც დიღომში თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მზარდობაში კომფორტული ცხოვრების თანამედროვე სტანდარტს ქმნის. კომპანიას დასრულებული აქვს 100,000 კვადრატულზე მეტი ფართობი და 1000-მდე ოჯახი უკვე ახალ ბინებში ცხოვრობს. კომპანია გრადას პროექტების შესახებ უფრო მეტ დეტალს კატო ბარამიძის სიუჟეტიდან შევიტყობთ. გრადა დეველოპმენტი უკვე 8 წელია, რაც დიღომში თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ უბანში კომფორტული ცხოვრების თანამედროვე სტანდარტს ქმნის. ამჟამად გრადა დეველოპმენტი 3 გამორჩეული პროექტის განვითარებაზე მუშაობს: გრადა პარკი, გრადა ვილა და მწვანე ხეივანი. გრადა პარკის კომპლექსი გამოირჩევა დახურული ეზოთი, დასასვენებელი ზონებით, სპორტული მოედნებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიური კომფორტის გარანტიაა. დიდი დიღმის ცენტრალურ პარკთან ახლოს მდებარე ეს მასშტაბური კომპლექსი, გრადა პარკი, 580 ბინას აერთიანებს. პირველ ბლოკში უკვე მიმდინარეობს ბინების ჩაბარება, მეორე და მეოთხე ბლოკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ხოლო მესამე ბლოკში გაყიდვები ახლახანს დაიწყო. ეს არის შესაძლებლობა გახდეთ გრადა პარკის მაცხოვრებელი და იცხოვროთ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში. რაც შეეხება გრადა პარკის გადახდის პირობებს, გვაქვს ფაზდაკლება ერთიან გადახდაზე, ასევე შიდა უპროცენტო განმადება 20 თვემდე წინასწარი შესატანის გარეშე და შეგვიძლია ინდივიდუალური გადახდის პირობად შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. გრადა ვილას სახლები შექმნილია გერმანული და იტალიური ბრენდების საუკეთესო მასალებით. გრადა დეველოპმენტის ეს საცხოვრებელი პროექტი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური ეზოთი და ავტომატური საპარკინგე სისტემით. გრადა ვილა ეს არის დახვეწილი პროექტი, რომელიც შედგება 16 სამსართულიანი ენერგოეფექტური სახლისგან. თითოეული მათგანი მოიცავს 215 კვადრატულ მეტრს და მომხმარებლებს ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით. პროექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია. კომპლექსი მწვანე ხეივანი გუდვილის მიმდებარედ მოსახერხებელ ლოკაციაზეა განთავსებული. პროექტი 7 ბლოკს მოიცავს, რომელთაგან 4 უკვე დასრულებულია. მაცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფილია მრავალფუნქციური სივრცეებით, როგორებიც არის რეკრეაციული სივრცე, საბავშვო მოედნები, სპორტული მოედნები, ველობილიკი, ელექტრომანქანების დამტენი და ასევე აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. პროექტი ვარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით. გრადა დეველოპმენტი ენერგოეფექტური მშენებლობით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით გამოირჩევა. მოქნილი გადახდის პირობები და ხარისხი გრადას მთავარი უპირატესობებია. დიდი მადლობა კატო ბარამიძეს ამ სიუჟეტისთვის, თუმცა პროექტის დეტალებზე საუბარს განვაგრძობთ უკვე სტუმართან ერთად დეველოპერული კომპანია გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ლაბაძე შემოგვიერთდა და უფრო მეტ დეტალს მისგან გავიგეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სიახლეც არაერთი გაქვთ როგორც ვიცი და ამ სიახლეებზე საუბრით რომ დავიწყოთ თუ შეძლებთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტილის მაყურებლებს, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. გრადას გვაქვს სიახლე ნამდვილად, გრადა პარკის მესამე ფაზის გაყიდვები დავიწყეთ, რომელიც აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე ბინების 20% უკვე გაყიდული აღნიშნულ ბლოკში და სწორედ მათ, ვისაც სურთ იცხოვრონ დიღომში პრესტიჟულ კომფორტულ გარემოში, აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შანსი და შეიძინონ ბინა ჩვენთან, გახდნენ მომავალი გრადა პარკის მაცხოვრებლები. იმ ჩვენს მაყურებელს უფრო კონკრეტულად ამოხსნათ, სად მდებარეობს გრადა პარკი კონკრეტულად? დიღმის რა ტერიტორიას? პროექტის სახელწოდება სწორედ მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს. ის მდებარეობს დიდ დიღმის ცენტრალურ პარკთან 150 მეტრში. ასევე მას უკავშირდება 3 ცენტრალური გზა, ეს არის მირიან მეფის, პეტრე იბერის და ასევე თეიმურაზის ქუჩები. გამოირჩევა ასევე პროექტი ინფრასტრუქტურით, გარშემო ყველა ეს დაწესებულება არის ახლოს, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის როგორც კერძო საჯარო სკოლები, ბაღები, აფთიაქები და ასე შემდეგ. მარკეტები ნამდვილად ხოდეს. ანუ პრინციპში თქვენ ახლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი უპირატესობები ჩამოთვალეთ ზოგადად კომფორტის მიმართულებით. თუ არის კიდე რამე რაც უნდა ვიცოდეთ, რაც თქვა თქვენ პროექტს გამოარჩევს სხვისგან? დიახ, პროექტი მიუხედავად იმისა, როგორც ვახსენე, 150 მეტრში არის ცენტრალურ პარკთან, ასევე განთავსებულია 4000 კვადრატულ მეტრამდე რეკრეაციული ზონა დახურული, სადაც განთავსდება სპორტული აქტივობების სივრცეები, ეს არის ფეხბურთის, კალათბურთის მოედნები, ასევე სასეირნო სარბენი ბილიკები, ველობილიკები.
პროექტს ბევრი გამორჩეული ფაქტორი აქვს, ასევე გამოვარჩევთ იმ ფაქტს, რომ 4 ფაზისგან შედგება, 13 სართულიანი შენობებია და 2 და 3 დონიანი მიწის ავტოსადგომები აქვს პროექტს, ასე რომ ეს პრობლემა მომხმარებელს არ ექნება. 0 სართულზე განთავსებული უკვე სავაჭრო ობიექტები და შემდეგ უკვე საცხოვრებელი ბინები. ასევე დავამატებდი იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველა კომპლექსს ემსახურება სერვისის კომპანია, რაც გულისხმობს 24 საათიან დაცვას, კამერებით, დასუფთავებას, სერვის მენეჯერის მომსახურებას, მებაღის მომსახურებას და ყველა იმ სპეციალისტის ჩართულობას, რაც მომავალი მაცხოვრებლისთვის ქმნის კომფორტს და მშვიდ და უსაფრთხო გარემოს. შთამბეჭდავი ჩამონათვალი. უპირატესობები ნამდვილად ვრცელი იყო, ჩამონათვალიც ვრცელი იყო და შესაბამისად ალბათ პირველი რომ სურვილი გაუჩნდება ჩვენს მაყურებელს და შემდგომ უკვე კითხვა როგორ შეიძინონ და რა პირობებით. გვაქვს გადახდის მოქნილი პირობები ყველა მომავალი მაცხოვრებლისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ასე ვთქვათ და რაც ასე ვთქვათ ხშირად იყენებენ ეს არის ჩვენი შიდა უპროცენტო განმარტება არანაირი პირველადი შენატანი თანხა არ არის საჭირო ამისთვის ხო ეს ძალიან საინტერესოა ასევე გრაფიკები არის მომხმარებელზე მორგებული შემდგომ უკვე შეუძლიათ ისარგებლონ გრძელვადიანი საქართველოს ბანკის განმარტებით ან თუნდაც დასაწყისშივე ისარგებლონ ვინაიდან ჩვენ წლების განმავლობაში საქართველოს ბანკთან წარმატებულად თანამშრომლობდით არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ერთობლივი ძალებით და ჩვენი თავდებობით ასე ვთქვათ და საქართველოს ბანკის დახმარებით ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე და გამარტივებული პირობით შეუძლია მომხმარებელს გააკეთოს გრძელვადიანი ანუ მოდი ხა კიდევ ერთხელ მორიგჯერზე დავაზუსტოთ წინასწარი შენატანი არ არის საჭირო არ არის საჭირო დიახ აი მე ხედავ რამდენი მაყურებელი რეკასვენთან და მოაწყდება და შეიძენს ბინას ნამდვილად თუმცა ერთ კითხვას დაგისვამთ როდის მთავრდება ეს აღნიშნული პროექტი პროექტი პირველი ფაზა დასრულებულია 150 ბინა დღეს უკვე ჩაბარდა ასე ვთქვათ საცხოვრებელი ბინა ორი თვეაც დავიწყეთ ასე ვთქვათ ჩაბარების პროცესი და ამ ეტაპზე უკვე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს საცხოვრებლად უკვე მალე დაიწყებენ გადმოსვლას მეორე ფაზა 2025-ში სრულდება და მთლიანი კომპლექსი ეს დასრულება იგეგმება 2026 წელს. ანუ ახლა რომელ ბინებზეც გვაქვს საუბარი, ეს მეორე ფაზაა, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომელიც 25 წელს დასრულდება? ეხლა რომელ პროექტზეც გვაქვს საუბარი, ეს არის მესამე ფაზა. მესამე ფაზა, რომელიც დასრულდება 2026 წელს. 26 წელს, ანუ არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ რაც მეტია, თუ არ იცის ეს მაყურებელმა მოვიტყვი, რაც მეტი არის ჩაბარების ვადა, მით მეტია ნაკლები არის თვიური გადასახადი შიდა განმარტების პირობებში. შესაბამისად, ესეც ხელსაყრელი არის ნამდვილად. სხვა მიმდინარე პროექტებიც გაქვთ როგორც ვიცი. დიახ, ამ ეტაპზე ჩვენი სამშენებლო და საპროექტო გუნდი აქტიურად მუშაობს სამ ახალ პროექტზე, რომელიც არის თბილისში ყველაზე მოთხოვნად უბნებში. ეს არის საბურთალოზე, კერძოდ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირი და მარშალ კელოვანის გამზირი. და იმედი მაქვს ძალიან მალე დავანონსებთ უკვე გაყიდვების დაწყებას. კი ბატონო. მწვანე ხეივანი ხო, ამაზეც რომ გითხრათ ორის. მწვანე ხეივანი ჩემ ერთ-ერთი ასე ვთქვათ გამორჩეული პროექტია ჩემთვის. ის უკვე დასრულებულია. მე-4 ბლოკით ჩაბარებულია მოსახლეობას, ცხოვრობს მოსახლეობა და მესამე ფაზა რაც არის 3 ბლოკისგან რომელიც შედგება, დავასრულეთ და გაზაფხულიდან უკვე აქტიურად დაიწყებენ მომხმარებლები საცხოვრებელ სარემონტო სამუშაოების დაწყებას. აქაც გვაქვს დარჩენილი ბინები, 30 ბინა გვაქვს დარჩენილი და მათ ვინც ვერ შეძლეს, შეუძლიათ ასე ვთქვათ გამოიყენონ ბოლო შანსი. თქვენმა კომპანიამ შექმნა განვითარების ჯგუფი, რას ნიშნავს და კონკრეტულად რა სფეროში იქნება ამ ჯგუფის მუშაობის ვექტორი. დიახ, ჩვენი განვითარების ჯგუფი ემსახურება კერძოდ მომავალ გრადას მომავალ პროექტებს, ეს არის საინვესტიციო მიწები, ასევე ავარიული შენობა ნაგებობები, მოგეხსენებათ საქართველოს საკმაოდ მძიმე სიტუაცია მაგ კუთხით. ბევრი ავარიული შენობა არის და ანუ მათ ვისაც მომხმარებლებს მაგალითად ან მაყურებლებს ვისაც მიცფლობს ასეთ უძრავ ქონებას ან მაგალითად მიწის ნაკვეთებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ 2477 ან მოგწერონ სოციალურ ქსელებში და ჩვენი გუნდი აქტიურად განიხილავს ამ შემოთავაზებას ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და საჭირო ამბების გაცნობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა რომ მუთხრა ჩვენს მაყურებელს რომ წინასწარი შენატანი არ არის საჭირო, მე ისე გამეხადრო დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. მადლობა დაგემშვიდობებით გრადა დეველოპმენტის წარმომადგენელი, აღმასრულებელი დირექტორი ნათია ლაბაძე იყო ჩვენი დილის სტუმარი და ახლა